რღვევა სისტემაში გრძელდება. საპოლიციო ძალების წარმომადგენლებისა და საჯარო მოხელეების შემდეგ თანამდებობა დატოვა მთავარი საგამოძიებო უწყების მაღალჩინოსანმა. გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილმა საგამოძიებო უწყება რეჟიმის ანტიდემოკრატიული და რეპრესიული პოლიტიკის გამო დატოვა და თანამშრომლებს განუცხადა, რომ ამ რეალობაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა. გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას ის 5 წლის განმავლობაში იკავებდა პროკურატურაში. მერებაშვილს ჯამში 18 წლიანი მუშაობის სტაჟი აქვს. ნინო გიგაური გვერდება ახლა თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. მიმდინარეობს ხელისუფლების ჩამოშლა და ეს პროცესი არ გაჩერდება, ასე შეაფასეს იურისტებმა ნათია მერებაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით. იურისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს პროცესი შეუქცევადია, მას ექნება ჯაჭვური რეაქცია და ეს გადაწყვეტილება, რომელიც გენერალური პროკურორის უკვე ყოფილმა მოადგილემ მიიღო, არის გარკვეულწილად მორალური პირადი არჩევანი და გადაწყვეტილება და ამ ასეთი მორალური გადაწყვეტილების წინაშე დადგება ძალიან ბევრი საჯარო მოხელე, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირობით და უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყნისთვის ისტორიულ მომენტში, გადამწყვეტად ისტორიულ მომენტში მიიღონ მათ სწორი გადაწყვეტილება, სწორი არჩევანი გააკეთონ, დადგნენ სახელმწიფოს ინტერესების მხარეს და უარი თქვან ქართული ოცნების დაკვეთების შესრულებაზე და მათ სამსახურში ყოფნაზე. გენერალური პროკურორის მოადგილისთვის ბოლო სამუშაო დღე იყო სწორედ პარასკევი დღის შემდეგ ის დაემშვიდობა თავის თანამშრომლებს და თქვა, რომ მოცემულ რეალობაში მისთვის მუშაობა წარმოუდგენელი იყო და მან დატოვა თანამდებობა. ნათია მერებაშვილი 18 წლის განმავლობაში მუშაობდა პროკურატურაში, ის იყო პროკურატურის თანამშრომელი, თუმცა ბოლო 5 წლის განმავლობაში ის იკავებდა გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას. როგორც შეფასებებში ჩვენ ვისმენთ, არის იდენტური აბსოლუტურად შეფასებები, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება სულ უფრო მეტი ადამიანი განუდგება სამომავლოდაც და საბოლოო ჯამში თითოეული ადამიანი იტყვის უარს, რომ იდგეს ქართული ოცნების სამსახურში და შეასრულოს მათი დაკვეთები. ნათია მერებაშვილი დაახლოებით იგივე თაობის და იგივე სტილის სპეციალისტია, როგორც ნათია მეზრუშვილი, ლონდა თოლორაია. ეს იყო განსხვავებული ხალხი იმ პროკურორებისგან, ყოველთვის შემსრულებელი კორუმპირებული პროკურორებისგან, რომლებიც არიან ამ პროკურატურის სათავეში. ცოტა არ იყოს მიკვირდა, რომ იგი ამდენ ხანს შემორჩა ამ პროკურატურას, მაგრამ მისი ნაბიჯი არის სწორი და მისასალმებელი ნაბიჯი, თუ რა თქმა უნდა, იგი არის მოტივირებული იმით, როგორც გაცხადდა, რომ მას ამის სანავითარებაში აღარ შეუძლია დარჩენა. ეს რასაკვირველია მეტყოლებს იმაზე, რომ სისტემის რღვევის პროცესი მიმდინარეობს და რომ ეს არის შეუქცევადი პროცესი და ვერავით არის რეპრესიული კანონები და სხვა რეპრესიული მექანიზმები ამას ვერ შეაჩერებს. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც მსგავს გადაწყვეტილებას იღებენ, რაც ალსახად მისასალმებელია, დგებიან მორალური დილემის წინაშე, რომ როგორ და რა ფორმით იმუშაონ იმ რეჟიმთან, რომელიც ფაქტიურად სახეზია, როგორც ასეთი, რომელსაც ფაქტიურად მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ამ ვითარებაში მუშაობას არ ემხრობოდნენ. ყოველ შემთხვევაში ის ადამიანები, რომლებიც პროფესიონალები იყვნენ, რომლებსაც კარგი კარიერა ჰქონდათ და რომლებიც ყველა მთავრობის დროს მუშაობდნენ და ასე თუ ისე ემსახურებოდნენ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. ხალხო იყავით გამბედავი, იმიტომ რომ ცხოვრებაში ყველაფერი დანარჩენი მარტივია. დღეს ახლა არის მნიშვნელოვანი ამ გამბედაობის გამოვლინების. იმიტომ რომ სხვა უკეთესი დრო უბრალოდ არ იქნება. დღეს უნდა ჩამოყალიბდეთ, ან სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებით, ან ერთ კაცზე ჩამოკიდებულ პარტიას და ჩემი აზრით ეს მორალური დილემა ძალიან მკაფიოდ არის გამოკვეთილი დღეს. გენერალურ პროკურატურაში ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაკეთებულა, თუმცა მე გეტყვით, რომ გიორგი გაბიტაშვილმა ირაკლი შოთაძე გასული წლის მაისში შეცვალა იმ დროს, როდესაც ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა და მან თქვა, რომ ის პოსტოვებდა გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ამის შემდეგ უკვე გიორგი გაბიტაშვილი დაინიშნა სწორედ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე. თავად ნათია მერებაშვილი
ახლა უკვე გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე პოსტს იკავებდა ბოლო 5 წლის განმავლობაში, თუმცა მისთვის პარასკევი აღმოჩნდა ბოლო სამუშაო დღე, რადგანაც მან მიიღო გადაწყვეტილება და ემშვიდობა ის თავის თანამშრომლებს და თქვა, რომ არსებულ ვითარებაში ის მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა. ეს არ ყოფილა პირველი თანამდებობის პირი, რომელმაც უარი თქვა ქართულ ოცნებასთან მუშაობაზე და როგორც მოისმინეთ შეფასებები, მარტივად სავარაუდოა, რომ ის არც უკანასკნელი იქნება, ვინც დატოვებს ქართული ოცნების რიგებს.